მოგესალმებით, მეგობრებო. ტყუპებში გადავიდა ურანი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტა, რომელიც სერიოზულ ცვლილებებს იწვევს ცხოვრებაში და ძალიან დააჩქარებს თან ეს პლანეტა ცვლილებებს, იმიტომ რომ ტყუპები ზოგადად დინამიური ნიშანი არის. თვითონ არქეტიპულად რა წავიდეთ ხა ტყუპების ზოდიაქოზე. დინამიური ნიშანი არის და ძალიან ბევრისთვის, ზოგადად ყველასთვის იქნება ეს ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი, მაგრამ კონკრეტულ ნიშნებს ცოტა სხვა სფეროებში შეეხებათ და ზოდიაქოს ნიშნებზე მინდა ჩაგიწეროთ ახლა როგორი მოქმედებს ურანი ტყუპებში რო გადავიდა მაგალითად ერთი პროფესიული შტრიხი მინდა გითხრათ საერთოდ ახლა ჩვენ როდესაც ლაპარაკობთ პროგნოზებზე ზოდიაქოს ნიშნები აქ იგულისხმება მზე მაგალითად როცა ვამბობთ რომ ზოდიაქოთის ნიშანი ვარ ანუ ჩვენი მზე რომელ ნიშანში იმყოფებოდა დაბადების მომენტში მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა პლანეტა დანარჩენი რომ მდებარეობაში იყო რა ასპექტები ჰქონდათ ერთმანეთში ასევე გვაქვს ასტროლოგიაში სახლების სისტემა რომელიც პირდაპირ სფეროებს მიანიშნებს ამიტომ პირადი რუკა არის გადამწყვეტი ხოლმე ესეთ დროს და პირად რუკაში ვხედავთ უფრო სერიოზულად არა მარტო მზის მიხედვით არამედ მთლიანად მოძრაობა პლანეტების როგორ არის როგორ ხდება პროგნოზირების დათვლა სხვადასხვა მეთოდოლოგიით და ერთიანად სინთეზში უნდა ავიღოთ ეს და მაშინ მივხვდებით უკვე კონკრეტული ურანი როგორ მუშაობს მთლიან სისტემაში, მთლიან რუკაში, მაგრამ ეხლა ჩვენ უფრო გავაკეთებთ როგორ აქცენტს ისეთ, აი ყველაფერი როცა გვაქვს ხოლმე გაანალიზებული და ეს ტრანზიტი უკვე ურანის ზოდიაქოს კუთხით, მაგალითად მზის მიხედვით, რომელ ზოდიაქალურ სახლს შეეხება. აი უფრო ამაზე ვაკეთებთ ხოლმე ხა ჩვენ როდესაც პროგნოზებზე გეუბნებით თქვათ რა ვერძებისთვის ეს პერიოდია ძირითადად გულისხმობთ მზის რომელ სახლში ხდება კონკრეტული ასპექტი ამ პლანეტა ხო ძალიან ისე რო გითხრათ მარტივენაზე მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ უკვე პირად რუკაში ჩვენ ურანი ეხლა ტრანზიტული სად გავდის რომელ სახლში გადის და აქედან პლუს ყველაფერს რო გავიგებთ ხოლმე პლუს ემატება ჩემი მზის ჩემი ზოდიაქოს რომელ სახლში ხდება ეს პლანეტა ხო რომელ სახლში გადავიდა ხო ამიტომ სინთეზური არის ყოველთვის ასტროლოგია ამიტომ არის რომ ზოგჯერ ამბობთ რომ აი ყველა კუროებს არ ემთხვევა რა თქმა უნდა ერთი და იგივე პროგნოზი ყველა კურო ერთნაირი არ არის იმიტომ რომ ხოლოდ მზე არ არის გადამწყვეტი ხოლმე უამრავი პლანეტები სხვა ასპექტები ვარსკვლავები და მთელი ამბები ხდება პირად რუკაში ამიტომ უფრო პროფესიული კუთხით ვისაც გაინტერესებთ პირად რუკაში მაგალითად რა ხდება თქვენთან გინ ტრანზიტულად გინ პიროვნული განვითარების კუთხით ახლა მანდ უკვე პროფესიულ ასტროლოგს უნდა მიმართოთ მაგალითად თუმცა თუ ერკვევით რაღაც გარკვეულ ნაწილებში ეს ინფორმაცია გამოგადგებათ ხო მაგალითად, როდესაც ვამბობთ, ახლა მე აქ გავუსმევ ხაზს ამავე დროს, ვინც ერკვევა პირად რუკაში და სახლების სისტემაში, აი მათთვის რომელ სახლში გადადის, ასევე მზის მიხედვით და ასევე მაგალითად სახლის მიხედვით, რომ გაერთიანოთ სინთეზში უყურებთ ხოლმე ჩვენ როგორც წესი, ახლა მეც მაგალითად ვითვალისწინებ ტრანზიტული ურანი ეხლა ჩემს პირად რუკაში საათით წუთებით რომ მაქვს ესე შერჩეული. თუმცა დიაპაზონი 1-2 საათი არაფერი პრობლემა არ არის ხოლმე თქვათ სახლების სისტემას ვუყურებთ. და პირველი მაგას ვაკვირდები შემდგომ მზის მიხედვით რომელ სახლში მიხვდება და ამავე დროს უფრო ღრმად ვინც ერკვევით ასტროლოგიაში ერთ-ერთი მთავარი არის უკვე ურანის ხასიათი რომ ნახოთ ეს არის რომელი სახლის მმართველი არის. აი ეს უკვე რეალურად გვეუბნება აქ ურანს რა ენერგია შემოაქვს ანუ სინთეზურად ესე კომპლექსურად ახლა ვინც ბევრი სწავლობთ ასტროლოგიას და მისმენთ ხოლმე და უფრო მათთვის თქვენთვის წერ ესე მმართველს აქვს მნიშვნელობა. ანუ რომელ სახლში გადადის როგორი ტრანზიტი არის ჩემ პირად რუკაში ურანის ნიშანი ან მაგალითად მერწყულის ნიშანი რომელიც სახლით იწყება ჩემთან იმ სახლის ენერგია მოაქვს სხვადასხვა ენერგიებში ესე უყურებთ უკვე პროფესიონალური კუთხით დილეტანტური კუთხით როდესაც ვერაფერში ვერ ვიყავით მაგრამ ზოგადად გაინტერესებს ინფორმაცია რომელიც ასევე სწორი არის ახლა მე არასდროს არ ვაწვდი ესეთ ზედაპირ ყვითელ პრესა ასტროლოგიას, რომელიც უბრალოდ ყურადღების მისაქცევი არის, მაგრამ სიმართლე იქ არ არის, ესეთ ინფორმაციას არასოდეს არ ვავრცელებ. ამიტომ ახლა რასაც გეუბნებით, ესეც მუშაობს, ოღონდ გეუბნებით სისტემურად თუ ერთიანობაში შევხედოთ. ეხლა ყველაზე მთავარი რა არის, როდესაც ვამბობთ, რა ურანი გადავიდა ტყუპების ზოდიაქოში, რამდენიმე ნიშანი
და ასაკიც ამავე დროს ფავორიტები არიან, ესე რომ ვთქვათ. ფავორიტი რას ნიშნავს? მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ახლა ზოდიაქოთი ტყუპებისთვის, ან ვისაც ყავთ ტყუპებში რამდენიმე პლანეტა, ან ერთი პლანეტა მთვარე იქნება ეს, მაგალითად, იქნება ეს რაღაც ისეთი მერკური თუნდაც, ხო, ავიღოთ იუპიტერი, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, იუპიტერი ვისაც ტყუპებში ყავს, განსაკუთრებით მათ ძალიან შეეხებათ ეს ტრანზიტი. თვითონ ზოდიაქოთი ტყუპებს ეს რატო უფრო გამოკვეთილად შეგვიძლია ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ მზე ზოდიაქოს ნიშას რო ეძახით, არქეტიპს რო ვიზახით, ეს არ არის მხოლოდ ზოდიაქოთი რო ტყუპების ხასიათი მაქვს. ეს აქვს ჩვენთან ასტროლოგიაში საერთოდ სხვა ფუნქცია. ეს არის ეგო ფუნქცია, ეს არის ცნობიერება, ეს არის მამაკაცის მოდელი, ჩვენს რუკაში ხელმძღვანელების არქეტიპი, უფროსები ხელმძღვანელები, ვისაც ვენდობით, ვისაც ვეყრდნობით, აი მამის, მამაკაცის, მფარველის, გავლენიანი ფიგურის არქეტიპი არის. ამიტომ უბრალოდ როცა ვამბობთ რომ ზოდიაქოთი ხა მე კურო ვარ და მე ტყუპები და მე მშვილდოსანი, ეს კი, აი ეს ამ მზის გამოხატვას გვეუბნება, თქვათ, უფრო როგორი არის, ხო, მისი მზე, მაგალითად, მისი ცნობიერება, ხა ჩემი არის კირჩხიბი, მაგალითად, ჩემი მზე და მე ჩემი ცნობიერება უფრო ემოციური არის, უფრო მგრძნობიარე არის, ხო, სხვა ადამიანების მიმართ ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ ეგ რომელ სახლში მყავს, რა ასპექტები აქვს? აი ეს უკვე დამატებით ჩემზე საძლევს შტრიხებს, ხო? ამიტომ ძალიან შეიძლება განსხვავდებოდე სხვა კირჩხიბებისგან სიტყვაზე, ხო? ამიტომ აი მზეს ჩვენთან უფრო არა ის არის ზოდიაქალურ თვისებებზე აქვს დატვირთვა, არამედ არქეტიპულ დონეზე, ხო, რომელ ფიგურებს განასახიერებს ჩვენს პირად რუკაზე. როდესაც ეხება პლანეტა ურანი, რომელიც ჩვენთან ცვლილებები, ქაოსი, შფოთვა, რადიკალური გადატრიალებები, ცნობიერების შეცვლასთან არის პირდაპირ კავშირში, ურანი არის სრული თავისუფლება, ყველაფრისგან თავისუფლება. ნოვატორობა, ვისთან როგორ იმუშავებს, ეს ჩვენ არ ვიცით, ხო? შეიძლება მოიტანოს ერთთან აბსოლუტურად მოულოდნელი დაშორება, ან მოულოდნელი კონფლიქტი, მაგალითად, აი, ოღონდ კონფლიქტი როგორ იცით, აი, უცებ მოულოდნელად რაღაცა ხდება, მამაკაცის არქეტიპზე, მაგალითად, ან მის ცნობიერებაში, ადრე თუ ძალიან სტაბილური, ესეთი ადამიანი იყო, რომელსაც იცოდა რა უნდა და ახლა უცებ ისეთი ცვლილება მოუნდა, ისე უნდა რომ გაათავისუფლოს თავის თავი რაღაც მარწუხებისგან და შეიძლება ძალიან პოზიტიურადაც იმუშაოს, ხო? ანუ ტყუპები ზოდიაქოსთვის ეხლა არის ქალები თუ არიანეთ, მათ მამაკაცებთან, ან მათ ხელმძღვანელ პირებთან რაღაც თავისუფლების მოთხოვნილება შეიძლება გაჩნდეს, შეიძლება ზოგი მოულოდნელად დაშორდეს ძალიან დიდხნიან პარტნიორს, ან მოულოდნელად გამოჩნდეს მათ ცხოვრებაში ახალი უფროსი, ახალი ხელმძღვანელი, ან გადაახალისოს ურთიერთობები. შეიძლება არაფერი რეალურად არ შეიცვალოს, მაგრამ შეიცვალოს შინაარსი. ვის სატყავს მზე, იმის მიხედვით შეიცვლება. ხო, თუ მზე მე-12 სახლში არის ჩვენთან, ხო, პირად რუკაში, ეს ძალიან ფარული ცვლილება იქნება, არ იქნება ისეთი გამოხატული აგრესიული ან შესამჩნევი. მაგრამ თუ პირველ სახლს ეხება ახლა ეს ყველაფერი და ასციდენტით ტყუპებს ძალიან შეეხებათ ეს განსაკუთრებით, თუმცა საწყის გრადუსზე თუ არის, იმიტომ რომ თუ ბოლო გრადუსზე ყავთ ახლა ტყუპები, შეეხებათ ის 5 წლის მერე სიტყვაზე, იმიტომ რომ ურანი ტყუპებში 7 წლის განმავლობაში არის, ხო? და სანამ ის ასციდენტ შეუერთდება, ხა ძალიან დეტალურად ყვები, ვიცი, მაგრამ ბევრისთვის ეს სასარგებლო ინფორმაცია არის, რომ ისწავლოთ უფრო ტრანზიტების სიღრმისეული გაანალიზება. და როდესაც მაგალითად პირველ სახლსთან არის ლაპარაკი, ან ტყუპების ზოდიაქო ეს ავტომატურად არის, ზოგს ვიღაცას ასციდენტი ყავს ტყუპებში, ზოგს მზე ყავს ტყუპებში. ორივეს გამოგადგებათ პირველი სახლის დახასიათება და პირველი სახლი არის იმიჯი, ეს არის ჩვენი ვიზუალი, ეს არის ჩვენი თვითგამოხატვა და შეიძლება ყველაფრისგან გათავისუფლდნენ ძველისგან, ძველი სტილი. აი ზოგისთვის შესამჩნევი იქნება, რომ ადრე თუ ისმევდა ფერადებს, ახლა შეიძლება ერთი ფერის ჩაიცვას, ან ადრე თუ მუქ ფერებზე იყო, ახლა ღია ფერები ჩაიცვას. ზოგმა შეიძლება ძალიან რადიკალურად შეიცვალოს სტილი, ზოგმა ცხოვრება შეიცვალოს რადიკალურად, უფრო თავისუფალ სტილზე გადაერთოს. თავისუფალი სამუშაო გრაფიკი შეიძლება ზოგისთვის იყოს. ოღონდ ეს არის პირდაპირ იმიჯი, იმიტომ რომ პირველი სახლი ჩვენთან აი ზედგვეტყობა. იმიჯი არის, ეს შეიძლება გარეგნულად ისე სტილი მაინც არ შეიცვალო, მაგრამ იმდენად ცხოვრება მომიწიოს თავისუფალ რეჟიმში ვიყო, რომ ბუნებრივად უფრო
casual-ზე დავჯდე და არა შარვალ კოსტუმზე ან ძალიან მკაცრ ფორმაში ადრე როგორც ვიყავი, ხო? იმიტომ რომ ურანი ჩვენთან ეს არის როგორი ენერგია, ეს არ არის აკადემიური ენერგია, ეს არის აი სუფთა კლასიკურად რო გითხრათ, ასტროლოგიაში აი არქეტიპულ დონეზე ეს არის თინეიჯერის სტილი, რომელიც თავისუფალი არის. ყოველგვარი დოგმებისგან როგორც უნდა ისე ჩაიცმევს, როგორც უნდა ისე მოიქცევა მაგალითად. ზოგ ადამიანს ახლა ტყუპები იქნება ზოდიაქოთი თუ პირველ სახში გაუვათ ურანი, ეს არის სრული ტრანსფორმაცია, ოღონდ არა პლუტონური. პლუტონმა იცის მძიმე ტრანსფორმაცია, აი გაელვისებურად, აი უცებ მომინდა და ყველაფერი შეიცვალა. უცებ ზოგისთვის, ახლა სამსახურის ღერძი ცოტა სხვა არის, მაგრამ სიმბოლურად გეუბნებით. ანუ უცებ გავთავისუფლდე სამსახურიდან, ანუ უცებ პირიქით ნოვატორული ეს გამიჩნდეს ინტერესები. ურანი პირველ სახში ჩვენთან მოითხოვს ადამიანი უფრო აი ფრილანსერის ტიპაჟი გახდეს, არა თუნდაც ახლა სამსახურებრივად ის კი არა რომ დაანებოს სამსახურს თავი და გადავიდეს ცალკე. აი შეიძლება მოუწიოს თავისუფალი სივრცე შეიტანოს, სადაც არის ყველგან, მაგალითად, გათავისუფლდეს ძველი ურთიერთობებისგან, განსაკუთრებით უმზე არის აქ ტყუპებში, გათავისუფლდეს ძველი რაღაც ისეთი სურვილებისგან. აი ხლა ექნება ადამიანს ბევრი იდეები, იმიტომ რომ ურანი იდეებთან არის დაკავშირებული. ეს მინდა, აი ქაოსი შემოვა. ზოგთან შეიძლება უბრალოდ შფოთვა შემოვიდეს ძალიან დიდი, რაღაცების შეცვლა მინდა, იყოს ნერვიული დაძაბულობა, იმიტომ რომ ურანი ნერვულ სისტემას მართავს, თვალებს მართავს და ზოგი შეიძლება ამ ენერგიას ესე რთულად ის მარტივად ვერ დაიჭიროს, როგორც შეიძლება სხვაებისთვის იყოს მისაწვდომი. საერთოდ, როდესაც ესეთ სერიოზული ტრანზიტი ხდება, მნიშვნელოვანი არის გავყვეთ ხოლმე ამ ენერგიას, ვიცოდეთ რა ითხოვს სამყარო ჩვენგან. ურანი ითხოვს თავისუფლებას, აზროვნების თავისუფლებას, ცხოვრების სტილის შეცვლა, რა ძველი არის. იქნება ეს უბრალოდ ცნობიერებაში რაღაც ჩარჩენილი მოდელები, მამის ფიგურა, ქალებისთვის მაგალითად, კაცისთვისაც ახლა მამზე მამის ფიგურა არის, ავტორიტეტების ფიგურა არის, თვითგამოხატვა არის, ჰობი არის, გართობა არის და ურანს უნდა აქ რაღაც მეტი ჰაერის, მეტი სიხალისის შეტანა და თუ ადამიანს ქონდა ბევრი პასუხისგებლობები ან ძველი ესეთი ფესვგადგმული ესეთი ნარატივები, ურანი ამას ყველაფერს რადიკალურად შეცვლის. და ეს შეცვლა იქნება ზოგისთვის ელვისებური და ნეგატიური, ზოგისთვის პირიქით გამათავისუფლებელი. აი ზოგმა შეიძლება ამოისუნთქოს, ახლა მე როდესაც პირად კონსულტაციებზე უყურებ ხოლმე ახლა კურო ვისაც ყავს ან მზე, ვენერა, მაგალითად იუპიტერი, რო ვეკითხებოდი განსაკუთრებით, ხო, აი 10-15 წლის ურთიერთობა მოულოდნელად დავასრულე. ან დიხანი მინდოდა და ახლა გავთავისუფლდი. ანუ ეს არ არის დრამა, პლუტონმა იცის დრამა, თორემ ურანმა იცის მოულოდნელი ცვლილება. გააჩნია ხა ვის რუკაში როგორ ყავს ურანი, თუ არის ცოტა ნეგატიური კუთხით, შეიძლება ისეთი მოულოდნელი ელდა იყოს, ოღონდ რაღაც მიდიოდა ეს ყველაფერი, ოღონდ უცებ დავინახე. აი ზოგისთვის ეს შეიძლება ინსაიტების კუთხით აღმოჩნდეს. გააჩნია ასევე ურანი რომელ სახლში ყავს. პირველი სახლი პირდაპირ ჩემი ცნობიერება იცვლება ტყუპებისთვის, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. მაგალითად, რა არის გასაშვები დააკვირდნენ, აი ცეთ როგორ ხდება ტრანზიტების გაცნობიერება, როდესაც მაგალითად უნდა ჯგუფურ ტრენინგებს ვაკეთებ, თუნდაც ინდივიდუალურ რუკაზე ვმუშაობ, თერაპიულად გავდივართ. შინაგანად ხვდება ადამიანი, რომ რაღაცა ცვლილებები მოდის, განსაკუთრებით ამ ტრანზიტზე. იმიტომ რომ შარშან იყო პირველი შეხება, პირველი გადასვლა ტყუპებში. ურანის მერე უკან დაბრუნდა და ის პირველი შეხება შარშან დაიწყო უკვე. და ეხლა უკვე განმტკიცება ხდება. ეხლა საბოლოო გათავისუფლება ხდება ძველი ნარატივებისგან, მაგალითად. თუ არის იუპიტერი ტყუპებში და პირველ გრადუსებზე განსაკუთრებით, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ კარიერული ცვლილებების მოთხოვნილება, ან მოულოდნელი უცხოეთში წასვლა, ან მოულოდნელად რაღაცის ახალი სწავლას იწყებს, ხო, იუპიტერი ჩვენთან ეს ენერგია არის ტყუპებში, ხო? მაგრამ მზე ცენტრალური არის და ზოდიაქოთი ტყუპებს განსაკუთრებული ცვლილებები ექნებათ. ცნობიერება, მამაკაცური არქეტიპი და ენერგია, ხელმძღვანელებთან დაკავშირებული ურთიერთობები, თვითონ აქ შემოიტანენ ბევრ ჰაერს, ბევრ აი ნიავი უყვარს ურანს.
აი უცებრი შემოვაქარი და წაიღებს ის რაც ასაღები არის, რაც აღარ გჭირდება. თუ ამას ჩვენინებით ვაკეთებთ, ის არ არის დამანგრეველი, ის არის პირიქით პოზიტიური. თუ ამას ჩვენ არ ვაკეთებთ ჩვენინებით, არ გვინდა ცვლილება, გარემო გვაიწულებს, რომ შევიცვალოთ, გარემო გვაიწულებს, გავთავისუფლდეთ რაღაცა არა საჭიროსგან, ხო, ესე რომ ვთქვა. ეხლა, როდესაც მაგალითად საუბრობთ უკვე კუროზე, კუროსოდიაქოსზე, კუროს შეეხება მეორე სახლში. მეორე სახლი ეს არის ფინანსური სტაბილურობა, ზოგადად შინაგანი რესურსები. აი მე რამდენი ვღირო არ ვამბობთ, ანუ ჩემი ფასი რა არის ამ სამყაროში და ურანი მოითხოვს აქ რაღაცების შეცვლას. შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ასევე ფინანსური თავისუფლების მოთხოვნილება, დამოუკიდებელი. შეიძლება შემოუვიდეს თანხები აი ზუსტად თავისუფალ მუშაობაში, ან ნოვატორობაში, ან ტექნოლოგიებთან ურთიერთობაში, ან იქნება ეს სოციალური აქტივობა, მაგალითად, ურანი არის ძალიან დაკავშირებული სოციმედიასთან, თავისუფალ სტილთან მუშაობის, ну ახლა არასამთავრობოები უკვე აღარ არის, თუმცა აი ესეთი ურთიერთობები იყო როგორც წესი უფრო ურანული ენერგია მკვლევარის თემა მაგალითად და მეორე სახლი ჩვენთან ფინანსები არის და ურანი ხსნის ახალ შესაძლებლობებს, ოღონდ თუ გავიგებთ იქ რა გვაქვს შესაძლებელი. კუროებს ფინანსური ცვლილებების არამყარობის განცდა შეიძლება შემოუვიდეთ ზოდიაქოთი კუროებს. ოღონდ ეს იქნება ზოგისთვის ძალიან პოზიტიური, რომ აი იდეები გამიჩნდა უცებ და ახალ შემოსავალზე შემიძლია გავიდე. ან ფინანსების მოთხოვნილება რომ არ მივეჯაჭოთ რაღაცებს, ხო, იმიტომ რომ ურანი სადაც არის, იქ თავისუფლება არის საჭირო. თუ გქონდა შიშები ძველი, გქონდა რაღაც დაგროვების ტენდენცია, ხო? ან სტაბილურობის აღქმა რაღაცნაირად, სხვანაირად. ეხლა მოითხოვს ურანი რომ ეს შეიცვალოს. სტაბილურობის აღქმა იყოს რაღაცნაირად უფრო მსუბუქი, სიმსუბუქე უყვარს ურანს, სადაც შემოდის იქ სიმსუბუქე სილაღე უნდა იყოს, არასტანდარტულობა უნდა იყოს და მატერიალური კუთხით უფრო იმ კუროებისთვის. ანუ უბრალოდ მეორე სახლში გაგვდის გადაგვივიდა მაგალითად ურანი, აქ არასტაბილური შემოსავალი, რომელიც ზოგისთვის შეიძლება ძალიან დიდი ბონუსი იყოს. შეიძლება უშუალოდ შემოსავალზე არ იყოს აქ, თუმცა მატერიალური თემა არის მაინც მეორე სახლი. შეიძლება იყოს აქ უფრო თვითღირებულების თემა, რომ აი მე რაღაცნაირად უნდა შევცვალო ჩემს თვითღირებულებაში. აი ადრე თუ მეგონა რომ ამდენს ვიმსახურებ, იქნებ ეს უნდა გადავხედო, იქნებ ეს უნდა შევცვალო, იქნებ იქ ცოტა ცვლილებები უნდა შემოვიტანო. უფრო ეს მოთხოვნილება არის აქ ამ შემთხვევაში. და კუროებისთვის ბევრად უკეთესი იქნება ის, რომ პირველ სახლში რომ გაზდიოდათ, ახლა სტაბილურობის მოყვარული არის კურო და ურანი არასტაბილურობა არის, კუროზე მეტად უფრო კარგად ტყუპები გაივლის ამ ტრანზიტს, უფრო მოყვარს ცვლილებები ტყუპებს ცნობიერ დონეზე, ხო, აქ ცნობიერზე არის ლაპარაკი და ეს საინფორმაციო ცვლილებები იქნება. მაინც აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ადრე თუ იყო 7 წლის განმავლობაში ურანი კუროში ეს იქნებოდა ფინანსური კუთხით სუფთა, რომ აი ჩემი მატერიალურის მიმართ ღირებულებების სისტემა უნდა შეიცვალოს, სადღაც ხო სტაბილურობის მიმართ უნდა მეტად სტაბილურობა რომ მქონდეს, მეტად უფრო მოქნილი უნდა ვიყო და ეხლა ეს საინფორმაციო ველს ეხება. აი რო ცვლილებები რას უნდა ეხებოდეს? მენტალური ცვლილება, ინფორმაციული ახალი სწავლა შეიძლება დავიწყო რაღაცების ტყუპებსაც ეხებათ, რომ სადღაც ახალი უნდა ვისწავლო, სადღაც უნდა ვიმოძრაო, რომ ტყუპების ურანის ენერგია დავიჭირო. და კუროებს ეს შეეხება საინფორმაციო, ზოგისთვის მაგალითად ვაჭრობა გამოვა ძალიან კარგი კუროსთვის, ზოგისთვის სოციმედია გამოვა, ზოგისთვის ურთიერთობებში რაღაც საით ინფორმაციის თემა უნდა შეიტანონ და ეს შემოსავლიანი შეიძლება გახდეს. ეს გეუბნებით ზოგადად აი თავიდან რაც დავიწყე, ხო, რომ სისტემურად მთლიანად უნდა გავაანალიზოთ, რომ გავიგოთ უკვე ფრაგმენტულად ეს როგორ იმუშავებს. და პირად რუკაშიც ასევე უბრალოდ მნიშვნელოვანი არის, რომ აი ახლა რასაც ვამბობ, ზოგადად კუროები ამას შედარებით იგრძნობენ, რომ აი მე ახლა უკვე ცოტა მატერიალურში უნდა შემოვიტანო რაღაც ერეზული ცვლილებები. არ მივეჯაჭო სტაბილურობას, ეგება და მეტად უნდა შემოვიტანო ცვლილება და ეს იყოს უფრო უკეთესი ჩემთვის, ხო?
აი ეს იქნება კოროებისთვის. ვერძებს გადასდით მესამე სახლში. მესამე სახლი ჩვენთან საინფორმაციო ველი არის, უშუალოდ დებიძმები არის, ეს არის გადაადგილებები, მოკლე გადაადგილებები, მოგზაურობები, ახლის სწავლა, შეიძლება ვერძების ზოდიაქოს ან მესამე სახლში თუ გადაგვდის ურანი. ან ყავს კარგა ხანს, ხო, იმიტომ რომ ნიშანი დიდი არის, ზოგადად შეიძლება 2-3 ნიშანი ჩაეტიოს ერთ სახლში და შეიძლება ურანი ერთ სახლში გაგვდიოდეს, უგონითი და მათთვისაც შეიძლება ეს საინტერესო იყოს, მაგრამ აი ვერძის ზოდიაქო მიუხედავად იმისა, რომ ეხა სატურნი ყავთ ვერძებს, პირდაპირ ნეპტუნი ყავთ ვერძში და თან გაჩერება არის აქ, ხო, ვერძი, აი განცდა ექნებათ უკვე ვერძებს, რომ აი ეს თვით შეფასება უნდა დაიმსახურო, უნდა გამოიმუშაო, უნდა იშრომო, სადღაც მოთმინება უნდა გამოიმუშაო, ხო? ანუ მუხრუჭის ენერგია არის აქ სატურნი და ურანი შემოიტანს აქ ჰაერს კომუნიკაციის ურთიერთობების და სწავლის სფეროში. შეიძლება ვიღაცებმა მართვის მოწყობა აიღონ ვერძებმა უფრო მარტივად, ვიდრე სხვებმა მაგალითად, თუმცა ეს ძალიან პირობითია, მაგრამ ან მოუნდეთ სადღაც, რომ აი ურანი თანამედროვე ტექნოლოგიებს მართავს მანქანასთანაც არის დაკავშირებული, მესამე სახლის მანქანა არის, გადაადგილებები არის და თავისუფალი გადაადგილების სურვილი შეიძლება გაუჩნდეთ ვერძებს ან მესამე სახლში ვისაც ყავს ურანი, ან ახალი ზოგს ექნება, რომ რაღაც ახალი სასწავლებელი რაღაცის სწავლა მინდა, ოღონდ არ არის ტყუპები, დიდად სიღრმე, უფრო ტრენინგები არიან, რაღაც ისეთი ინფორმაციულად მინდა რომ რაღაცები გავიგო, ხო? აი სწავლა უფრო მოსწავლის რანგი არის, ვიდრე უკვე საფუძვლიანი უნივერსიტეტი და ასე შემდეგ და ვერძებისთვის აი ეს იქნება ჰაერის მოთხოვნილება ინფორმაციული კონტაქტებში, შეიძლება ძალიან ბევრი მეგობარი გაუჩნდეთ, შეიძლება უფრო მეტად გაიხსნას ურთიერთობების თემა, ძველებიც სწავლენ, ახლებიც შემოვლენ, აი ეს დინება იქნება, ხო? იმიტომ რომ მესამე სახლი უშუალოდ ჩვენთან ურთიერთობები არის, კომუნიკაცია არის, ნათესავები არის, დებიძმები არის და აქ იქნება ჩქარი პროცესები ძალიან, ხო, აჩქარებული პროცესები ეს ვერძებისთვის, განსაკუთრებით თავისებს უჯდებათ მეოთხე სახლში და შარშან დაიწყო ეს ტენდენცია, შეხება, ხო, აი რაც გითხარით და ზოგი თევზი, ზოდიაქოთი თევზი, მეოთხე სახლში შეიძლება რემონტი დაიწყონ, ან ოჯახური სახლის პრობლემების მოგვარება დაიწყონ, მაგალითად თევზებმა, იმიტომ რომ მეოთხე სახლი ეს არის უშუალოდ ჩემი სახლი, ან ბინები, ან საცხოვრებელი, ან სანათესაო ოჯახური გარემო და ურანი არის ცვლილებები, მინდა შევიტან. როგორც წესი, მშენებლობები არის ურანი, გარემონტება არის, ან სადღაც მინდა უფრო მეტი სივრცე ოჯახურ გარემოში და შეიძლება გავფართოვდი, შეიძლება უფრო გავზარდე ჩემი საცხოვრებელი სივრცე, ხო? ან ზოგისთვის შეიძლება იყოს საერთოდ წავედი მე საზღვარგარეთ საცხოვრებლად, ხო? ან შეიძლება გადავედი სხვა სახლში, სადაც უფრო მეტი სივრცე არ აკუთხით, მარტო წავედი საცხოვრებლად, მაგალითად და აღარ ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. ანუ სივრცის და შინაგანი თავისუფლების მოთხოვნილება ზოგიერთი თევზისთვის გააქტიურდება, შეიძლება ემოციურ დონეზე, შეიძლება ზოგმა ფიზიკურად განახორციელოს ეს, ხო? ურანმა იცის ტექნოლოგიური ცვლილებები, შეიძლება სახლში მოუნდეთ რაღაც თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგონ, ხო? შეიძლება იყოს ბინასთან დაკავშირებით, იცით როგორი ტენდენციები, რომ აი სადღაც სივრცე მინდა, სადღაც მინდა თანამედროვეობაში ვიცხოვრო. ანუ ეს არ არის, რომ აი ძველებური სტილის და ძველი სახლი და აი ჩემ ფესვებს დაუბრუნდი, პირიქით, აი მოწყვეტა უფრო იცის ურანმა ფესვებისგან, უფრო ცვლილება იცის, აი ბინის, შინაგანი სამყაროსი, მაგალითად ოჯახის მიმართ დამოკიდებულების გათავისუფლება იცის. ზოგისთვის ეს ტენდენცია იქნება, ზოგისთვის იქნება ეს ცვლილებები საცხოვრებელში, ზოგისთვის იქნება ეს უშუალოდ ბინის შეცვლა, ზოგისთვის ქვეყნის შეცვლა, მაგალითად. აი ვისაც მეოთხე სახლში გაგდით ურანი, ანალოგიური ტენდენციები შეიძლება იყოს. ყველაზე კარგი იქნება, რომ აქ შეიტანოთ ცვლილება, თუ არ არის ან ფინანსური შესაძლებლობა, რომ სახლი შეიცვალოს, გარემო შეიცვალოს, ან პატარა რემონტი გააკეთეთ მაგალითად სახლში, ან გადაადგილეთ ავეჯი, აი რაღაცა, ან გადაყარეთ მაგალითად ძველი ნივთები, რომელიც სივრცეს ჭამს, ხო, რაღაცნაირად, იმიტომ რომ ურანს სჭირდება თავისუფლება. და ვისაც ტრანზიტულად მეოთხე სახლში გაზდით, მათთვის განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველაფერი ძველი მოვიშოროთ.
როგორი შესაძლებლობებიც გვაქვს იმის მიხედვით, ხო? მერწყულებისთვის ჯდება მეხუთე სახლში ურანის ტრანზიტი. მეხუთე სახლი ეს არის ჰობი, შვილები, ეს არის სიყვარულის სახლი, გართობის სახლი და ეს არის შინაგანი თავისუფლების სახლი, როდესაც მე გამოვხატავ ჩემ შინაგან შემოქმედებით ბუნებას გარემოში. ეს არის ამავე დროს როგორ შემიძლია მე დავისვენო, როგორ შემიძლია მე დავტკბე ამ ცხოვრებით. ხათაშორის პრაქტიკულ ასტროლოგიაში ეს ინვესტიციების სახლიც არის, აი რაღაცაში ჩემ თავში ჩავდე, ჩემ ცოდნა განათლებაში ჩავდე ინვესტიცია მაგალითად. ან ავდექი და ინვესტიცია ჩავდე უძრავ ქონებაში შეიძლება, მაგრამ უფრო თვით განვითარება არის. მეხუთე სახლი უფრო პიროვნული განვითარება არის და აქ დებენ ხოლმე როგორც წესი ინვესტიციებს. შეიძლება ცვლილებები იყოს შვილებთან დაკავშირებით, გახდეს მეტად თავისუფალი ადამიანი შვილებთან. თვითონ აი ამ ზოდიაქოზე ვლაპარაკობა ნათალურ რუკაში გვაქვს მეხუთე სახლში. უფრო თავისუფალი გახდეს ბავშვებთან, უფრო მეგობრული იყოს ადამიანი. შეიძლება ზოგისთვის მოულოდნელი ბავშვის სკოლის სურვილი გაჩნდეს, მოულოდნელად, რომ აი ნუ აქამდე არ ვფიქრობდი და უცებ მომინდა. ზოგისთვის შეიძლება სასიყვარულო სფეროში იმდროუშვალ სიყვარულს მართავს მეხუთე სახლის შეყვარებულობას, უფრო რომანტიულ ურთიერთობებს. შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს ურთიერთობა მოულოდნელად გაქრეს, არასტაბილურობა შემოვიდეს ზოგისთვის, ზოგი მერწყულისთვის, არასტაბილური ურთიერთობები, ზოგისთვის მოულოდნელი გამოჩენა რაღაცა სასიყვარულო ურთიერთობის. იქაც უყურებთ ხოლმე, ხო, ახლა თუ მეორე სახლს მართავს ურანი და მეხუთე სახლში ჯდება, აქ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ინვესტიციები და ფინანსები იქნება უფრო ვიდრე სასიყვარულო სფერო. თუ მეხუთე სახლს მართავს და მეხუთე სახლში დაჯდა, აქ უკვე შეგვიძლია ვთქვათ სიტყვაზე ვამბობ, ხო? ამასე ვერ დაჯდება, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ, ეს პირდაპირ პარტნიორის გამოჩენა შეიძლება იყოს, ხო? თუ მეათე სახლს მართავს და მეხუთე სახლში ჯდება, ეს პროფესიული ასტროლოგიით გეუბნებით, ვინც ერკვევით უფრო სიღრმისეულად, და შეეხება უშუალოდ კარიერულ აღიარებას ან დაწინაურებებს. ამიტომ ვამბობთ, ეს არის ძალიან ზოგადი, მაგრამ მეხუთე სახლი ეს არის ჰაერი უნდა შევიტანოთ, ცვლილებები უნდა შევიტანოთ. მაგალითად ურთიერთობებში, სიყვარულთან დაკავშირებით, ჰობი, ახალი გაგვიჩნდეს, ადრე თუ გვეყვარდა ბუნებაში სეირნობა, ახლა შეიძლება მომინდეს ფრენა სადღაც, წავიდე სიტყვაზე, გავერთო უფრო შორ გზებზე, ხო, ურანულად მაგალითად. ან შეიძლება საერთოდ შევცვალო ჩემი პიროვნული განვითარება, მაგალითად და დავიწყოთ რაღაც აქტიურად ძიება არასტანდარტული გზების, არასტანდარტული თვითგანვითარება. აი შეიძლება უფრო ასტროლოგიით დავინტერესდე, შეიძლება უფრო ეზოთერული სფეროთი ან ფსიქოლოგიით დავინტერესდე, თაღონდ ეს გამოვიყენოთ ჩვენი პიროვნული განვითარებისთვის, ხო? აი ეს ახალი ჰობი, ახალი ინტერესები, ეს ყოველთვის ჩვენთან მეხუთე სახლი არის. და აი მერწყულებს განსაკუთრებით საგრძნობი ექნებათ, ახლა ეს ენერგია, ხო, ეს მეხუთე სახლის. თხის რქებისთვის მეგობრებო ჯდება მეექვსე სახლში, მეექვსე სახლი ჩვენთან სტრუქტურა არის, სამსახურებრივი, ოღონდ ეს არის ცვლილებები ან სამსახურში, ან რუტინაში ცვლილების აუცილებლობა, ან შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაღაც ცვლილებები იყოს შესატანი, რაღაც გათავისუფლება ძველი რუტინებისგან მაგალითად, ან შეიძლება მე ახალი უნარები გამოვიმუშაო, რუტინა რა არის, ხო, რომ აი მე რამდენად ვზრუნავ ჩემ ჯანმრთელობაზე, რამდენად მიუყვები გეგმებს ყოველდღიურად, ხო? რამდენად მაქვს ეს ჩვევები, აი თუ არის უკვე რომ აი მაგალითად ჩვევა მქონდა ყოველთვის რომ ყოველ დილით უზმოზე ყავა უნდა დამელია და სიგარეტი მომეწია სიტყვაზე, ხო? აი ურანი აქ შემოიტანს, რომ ხო არ არის დრო, რომ ეს გადავხედოთ ამ რუტინას და აქ რაღაც ცვლილება არის შესატანი. ეგება და უკვე ჩემი ჯანმრთელობა არ არის ისეთი, რომ მე უზმოზე ახლა ძალიან მარტივ მაგალითს გიყვებით, როგორ შეიძლება ეს დაიჭიროს ამ ტრანზიტმა და ეს რო გავაფართოვოთ უფრო, აი ეს იქნება, რომ ცვლილებების აუცილებლობის წინაშე შეიძლება დავდგეთ მოულოდნელად, თაღონდ ურანმა მოულოდნელობა იცის, შეიძლება სამსახურში ფრილანსერობა მოგვინდეს, ან დისტანციური მუშაობა, შეიძლება შეიცვალოს სამსახურებრივი
გარემო შეიძლება უცებ დამაწინაურონ, ანუ უცებ შეიცვალოს ჩემი სამსახური და უკეთესიც ვიშოვო, ანუ სადღაც რაღაც თხისრგებს ცვლილებების ტენდენცია უფრო აი ამ სახლიდან შემოუვათ. ანუ ისაც უბრალოდ მე-6 სახლში ყავს ახლა ურანი, იგივე შეიძლება მათთან იყოს ცვლილებები სამსახურებრივ გარემოში. შეიძლება მოუნდეთ აი უკვე დაგვიანება სამსახურში ან თავის რეჟიმზე გადავიდნენ, მოერგონ, ცოტა გათავისუფლდნენ ესეთ მკაცრი ჩარჩოებისგან, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, სურვილი ექნებათ უკვე რომ მე სადღაც თავისუფლება მინდა ჩემ რუტინაში, ხო? ამავე დროს რო გადავიდეთ უკვე ზოდიაქოთი მშვილდოსანზე, მშვილდოსანს უჯდება მე-7 სახლში, მე-7 სახლი ჩვენთან ქორწინება არის, პარტნიორული ურთიერთობები არის, ეს არის საზოგადოებასთან ჩვენი ურთიერთობა, რა სიტყვის ხალხი თემა და ზოგ შეიძლება უკვე მშვილდოსნებს საერთოდ მოულოდნელი ან ქორწინება კონდეთ, ან განქორწინება კონდეთ, აღარ ეს რომ მოხდეს, ახლა ძალიან ბევრი ტრანზიტული სიტუაცია არის საჭირო და აი ამ ტრანზიტებში პლუს თუ ემთხვევა ესეც რომ მშვილდოსანში ყავს მზე, ეს უკვე გამძაფრებს უკვე ესეთ გარდუვალს გახდის, ხო, ამ შემთხვევაში ამაზე ალაპარაკეთ, თორე უშუალოდ ახლა მშვილდოსნებს ეს ყველასთან არ არის. ეს ზოგ შეიძლება შეეხოს, რომ მე სადღაც ცვლილება მინდა უკვე ურთიერთობაში გავთავისუფლდე ძველი მიჯაჭვულობებისგან, ან ძველი პარტნიორული სტილისგან და შევიტანოთ სიახლე ურთიერთობაში, მაგალითად, ხო, რაღაცა დავმეგობრდეთ, ზოგი უფრო დამეგობრდება პარტნიორებთან. შეიძლება ეს პარტნიორული ურთიერთობები იყოს ბიზნეს პარტნიორობა, საქმიანი პარტნიორობა. მე-7 სახლი ჩვენთან ზოგადად პარტნიორული ურთიერთობები არის, არ არის მხოლოდ ქორწინება და მეუღლე, ხო? და ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ თუ რამე ცვლილებები იქნება, ახლა როდესაც ვლაპარაკოთ მაგალითად ვერძებისთვის, ხო? გადავხტები ახლა, მაგრამ მესამე სახლი ეს არის ჩვენთან ეს დაძმა. ცვლილებები ისად არის მოსალოდნელი, სანაცესაო დაძმაში, პლუს ყველაფერთან ერთად. მე-4 სახლში რო არის თევზებისთვის ურანი, სად არის მოსალოდნელი ცვლილებები, დედა ჩემი, ოჯახი, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ფესვები შეიძლება იქ იყოს ცვლილებების აუცილებლობა. მე-5 სახლი ჩემ შვილებთან შეიძლება იყოს ცვლილებები. არ ვიცით როგორი, უკვე პირად რუკაში უყურებთ, ხო? მაგრამ ეს 7 წლიანი ციკლი არის, ასე რომ ზოგადად ისეთი თემა არის. მე-6 სახლი ეს არის სამსახურში ცვლილებები. შეიძლება მე უკეთესად შემეხოს, მაინც არ იყოს ის, მაგრამ მე-7 სახლი ურანი ეს არის ჩემ მეუღლეს შეიძლება შეეხოს ცვლილებები. შეიძლება მას მოუნდეს თავისუფლება, თავისუფალი ურთიერთობები, შეიძლება დამეგობრებაც უნდოდეს უფრო სხვანაირად, უფრო გვაერთიანებდეს უკვე საერთო ღირებულებები, საერთო იდეალები, ხო, ურანის ენერგია ეს არის. და გაჩნდეს სურვილი იდეურად დავახლოვდეთ და არა უბრალოდ ცოლქმარი ამდენი არის, ხო, ესეთი რომ უბრალოდ ცოლქმარნი არიან ხოლმე და იქ რაღაც სხვა ღირებულებითი კავშირი არ არის და მშვილდოსნების უმეტესობას შეიძლება გაუჩნდეს ეს სურვილი, მაგრამ ასევე მიანიშნებს მათ პარტნიორებთან, მათ მეუღლეებთანაც ურანის ენერგია, ცვლილებების შემოსდით მათ პარტნიორებს, იმიტომ რომ ჩვენ რუკაში ხო ჩვენი გარემო ჩანს ასევე და იქ ჩანს ხოლმე რა ხდება აი ველში, ხო, ეს ველის თეორიაში რო წავიდე და ეს გარემო არის უკვე ჩვენ პირად რუკაში რაც ჩანს და აქ უკვე გასაგები არის ახლა ჩემ პარტნიორს რო კონდეს ახლა თუ ბიზნეს პარტნიორი მყავს და ურანი უჯდება მე-7 სახლში უკვე ანალოგიურად შეიძლება მე გავიგო რომ მე მასთან დამოკიდებულებაში გამიჩნდება სრული რაღაცები შევცვალო და მასაც გაუჩნდება სურვილი ხო ანუ ეს მე ჩემსაც მოქმედებს ტრანზიტული რუკა ამას აჩვენებს არა მარტო ჩვენ პირად ცხოვრებას ჩვენ გარემოში რა იცვლება ეს არის აქ მნიშვნელოვანი ხო აი თუ კლუბებისთვის პირადად თვითონ იცვლებიან მე-7 სახლში ახლა უკვე მშვილდოსნისთვის იცვლება მისი გარემოცვა პარტნიორები იქნება ეს ქორწინება იქნება ეს საზოგადოება სადაც არის ახალი ხალხი შემოვა მშვილდოსნებისთვის ხო ახალი ხალხი როგორი არის ჰაეროვანი უფრო ურანული ტიპები, თავისუფლების მოყვარეები, აი უცნაური ხალხი ზოგისთვის შეიძლება. ანუ მოთხოვნილება გაუჩნდეთ, რომ რაღაც ცოტა არასტანდარტული საზოგადოება შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, ხო? აი ეს არის ძალიან მარტივად რო გითხრათ. და ეხლა, როდესაც საუბრობთ მორიელებზე, მორიელებს უჯდებათ უკვე მერვე სახლში, მერვე სახლი ჩვენთან კრიზისები არის, მოულოდნელი ფინანსური თემები არის, ეს არის ხვების ფული, ხვების ენერგია.
აი აქ შეიძლება მოულოდნელი, არასტაბილური ფინანსური სიტუაცია გაჩნდეს. მერვე სახლი მეუღლის ფულია ჩვენ რუკაზე ან პარტნიორების ფული არის და ურანი შემოიტანს არასტაბილურობა. შეიძლება მოულოდნელი ფული გაჩნდეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად მაგალითად, ხო, ეს მეორე მერვე სახლის ღერძზე ჩვენთან ფინანსებია. შეიძლება ზოგისთვის კრიპტოვალუტის თემა გახდეს აქტუალური ზოგი მორიელისთვის. შეიძლება მოულოდნელად მოუნდეთ ფინანსური რისკი გაწიონ მაგალითად, ხო, აი ძალიან ეს ან გავახილე თვალი და უცებ მივხვდი რომ რაღაც ფინანსებში მაქვს შესაძლებელი, ხო? აი საერთო ქონებაში რაღაცები არის შესაძლებელი. ზოგ მორიელს შეიძლება ეს ტენდენცია ქონდეს, ან საერთო ენერგიაში რაღაც ცვლილება არის შესატანი, იმიტომ რომ მეორე სახლი თუ პირადად ჩემი ფული არის, მეორე სახლი ეს არის საერთო ქონება, საერთო ფული. ეს არის მემკვიდრეობა. ზოგი მორიელისთვის მოულოდნელი მემკვიდრეობის თემა შეიძლება დადგეს, საერთოდ რო არ ელოდა. ზოგისთვის უსიამოვნო მოულოდნელობა შეიძლება გათავისუფლდეს რაღაც ან პირიქით მოულოდნელად იყოს ისეთი შემოსავალი, ხა მეორე სახლი არის ჩვენთან ბიზნეს ფული ან მოულოდნელი ხო გეუბნებით ინვესტიცია როგორი იცით, აი უცებ რაღაცაში მქონდა ჩადებული მეხუთე სახლის ზონაში ფული და უცებ ამოვიღე ბევრი. და ზოგიერთ მორიელს შეიძლება გაუჩნდეს ტენდენცია, რომ აი მე ახლა გვინდა გავთავისუფლდე ვალებისგან. და რაღაც უნდა მოვიფიქრო, რომ უცებ მოულოდნელად ისეთი თანხები მქონდეს, რომ გამათავისუფლებს ამ ვალებისგან. ამ პერიოდში არ არის მაინც რისკიანი გადაწყვეტილებები, კარგი, იმიტომ რომ მერვე სახლი ჩვენთან ცოტა უფრო კრიზისული არის და მოულოდნელობები იცის ურანმა. ну, ბედური შემთხვევები არის, გაკოტრებაც არის და ამ შემდეგ, მაგრამ ეს ნაკლებად რო იყოს მოსალოდნელი, ხა მე პირად ბუკაში გამდიოდა მერვე სახლში ურანი და არაფერი მსგავსი არ ყოფილა. პირიქით, აქ იყო უფრო იცით როგორი ტენდენციები, რომ აი მერვე მთელი ეს ეზოთერული სფერო, ეხლა მე რასაც თქვენ ჰიპნოთერაპიაზე გელაპარაკებით, კარმულ ასტროლოგიაზე გელაპარაკებით, მაგ პერიოდში სწავლობდი ამ ყველაფერს და ურანი აი იმ ინსაიტებში ჰიპნოზურ თუ კარმულ თუ იქითა სამყაროსთან დაკავშირებულ თემებში მაგ პერიოდში დამეხმარა. არანაირი ესეთი კრიზისები არ მომხდარა ჩემ ცხოვრებაში. ამიტომ ზოგადად რო იცოდეთ, აი ეს პირდაპირ ესე არასოდეს არ ვიღებთ ხოლმე მე ზოგად ტენდენციებს ვაპარაკობ, ხა ვიღაცა 1%-თან შეიძლება ეს სცენარიც განვითარდეს, მაგრამ ზოგადად ეს არის ჩაღრმავება, ინსაიტები მოულოდნელი, საკუთარი ძალის და რესურსების დანახვა, იმიტომ რომ მეორე სახლი ასევე ეს რესურსები არის შინაგანი და ეს არის ზოგჯერ გათავისუფლება ძველი რაღაც ნეგატიური პროგრამებისგან, მოულოდნელი გათავისუფლების მაღალი ალბათობა. აი მე რო გითხარით რომ ჰიპნოთერაპია ყველაზე ძლიერი, ყველაზე ღრმა ჩემ შემთხვევაში აი რაღაც უცებ რო დავინახეთ იცურათში ძალიან ბევრი რამ თქო რომ ვამბობდი ხოლმე, აი ურანი მერვე სახლს გადიოდა მაშინ და აი მოულოდნელად არაცნობიერში ჩამიშვა. ეს არის ურანი მერვე სახლის ტენდენცია. აი ხლა ვისაც ნათალურ რუკაში ყავთ მერვე სახლში, ეს პირდაპირ ესე ძლიერად იმუშავებს, მაგრამ როცა ხა ზოდიაქოზე ლაპარაკობ, ხო? მორიელებზე. ზოგადად ინტერესი შეიძლება გაუჩნდეთ ღრმა ფსიქოლოგიური რაღაც ესეთი ახლებურად დანახვის კუთხით, მაგრამ სახლში, რომელ სახლშიც ყავს ის უფრო ძლიერი, რა თქმა უნდა, აქ ზოგადზე არის საუბარი. შეიძლება ფულის გამომუშავება კიდევ ერთხელ პარასტანდარტული მეთოდებით იყოს, ურანული ცვლილებები, ან იქ პარტნიორებში რაღაც ცვლილებები, ფინანსური ცვლილებები შეპოვდეს. მოულოდნელად პარტნიორს რაღაცა ახალი წყაროებით გაუჩნდეს შემოსავლის. ხო, ზოგთან ესე იმუშავებს. ზუსტად რა თქმა უნდა, არ ვიცით ხოლმე პირადი რუკა არის გასავლელი ასეთ დროს. ეხლა, როდესაც სასწორებზე ვსაუბრობ, სასწორს მეცხრე სახლში გასდის ეს ტრანზიტული ურანი, მეცხრე სახლი ეს არის უცხოეთი, მოულოდნელობები, უცხოეთთან დაკავშირებით, ან მეცხრე სახლი ჩვენთან ასტროლოგიაში ეს პირდაპირ უშუალოდ უცხოეთი არის, ან ახალი სწავლა, ან რაღაცა დოქტორო ვიღაცამ დაიცვას, მოულოდნელად მოუნდეს, რომ ახალი რაღაც ისწავლოს შეიძლება. ეს მესამე სახლის ოპოზიცია არის, ხო? ოღონდ უფრო აკადემიურად, უფრო შეიძლება მოულოდნელობები
იყოს უფრო უცხოეთში რაღაც მოულოდნელობების ალბათობა. საერთოდ ურანი ეს არის გათავისუფლება, ძველი მეცხრე სახლი რა არის? ძველი რწმენები, ძველი იმსხრევა რაღაცეები, ან იცვლება რაღაც ძველი რწმენები. სხვათა შორის ასტროლოგიაში ჩვენთან მე-10 სახლი ეს მამის სახლი არის, მეცხრე სახლი გარკვეულწილად გურუ, მასწავლებელი და ხშირად მამის ენერგიასაც, როგორც მასწავლებლის ენერგიასაც ვიყენებთ ხოლმე და რაღაც ცვლილებები შეიძლება მან შემოვიდეს. ეს შეიძლება იყოს გათავისუფლება, მაგალითად, სხვადასხვა აი ეს ინტროექტებისგან. მეცხრე სახლი რა არის? რაც მე ჩამინერგეს, ხო? რომ აი სამყარო არის ამ მოდელზე. ზოგს ახალი რწმენები გაუჩნდეს, მოთხოვნილება გაუჩნდეთ, ახალი ფილოსოფიები შეისწავლონ, ან ახალი რელიგიები, ან გააფართოვონ ფილოსოფიური ცნობიერება. ხო, ზოგი სასწორისთვის ეს შეიძლება იყოს აქტიური, ან დაფიქრდნენ ახლებურად ცხოვრებაზე და უშუალოდ რეალურ ცხოვრებაში ვიღაცამ ახლა ახალი ტრენინგები გახსნას, იმიტომ რომ მეცხრე სახლი ეს არის სცენაზე რომ დგავართ და ლექციებს ვატარებთ, ან ტრენინგებს ვატარებთ, ხო, ვიღაცებს ვუკითხავთ, რაღაც ცოდნას ვავრცელებთ, ხო? აი აქ შეიძლება ურანმა სერიოზული ცვლილებები შემოიტანოს, დააჩქაროს პროცესები, ისე ჯგუფებში არის და კომუნიკაციასთან არის დაკავშირებული და სასწორების ზოდიაქოსთვის ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ ოპოზიციას უკეთებს ახლა სატურნი ვერძიდან და მათ პარტნიორებთან სატურნი დგას პირდაპირ და ეს შეიძლება იყოს სატურნის ენერგია, როგორც ბევრ ზოდიაქოთის სასწორს გაუჩნდეს ვალდებულებისგან და პარტნიორზე ან ქორწინებაზე მეუღლეზე მე ან უნდა ვიზრუნო, ან უნდა მას მხარი დაუჭირო, ან მისი პრობლემები მოვაგვარო სადღაც, ან საერთოდ მეუღლეს რაღაცა შეიძლება გაჩერების სატურნის ენერგია ჰქონდეს. და ესეც გასათვალისწინებელი აქვს ზოდიაქოზე როცა ვლაპარაკობთ და მეცხრე სახლი გამოიწვევს უფრო აი ამ ტენდენციას, რომ მე სადღაც უნდა გავაფართოვო ჩემი ცნობიერება, ჩემი რაღაცნაირად ღირებულებების სისტემაც მაგალითად, ან რაღაც ახალი სწავლა უნდა დავიწყო. არ ვიცი ეს ვისთვის როგორ იქნება სინთეზურად, მაგრამ ზოგადად როცა სატურნი და ურანი ორი დიდი ენერგია აი ამ ტრანზიტულ კონფიგურაციაში ჯდება, აი შეიძლება სატურნისთვის ის სასწორისთვის ცოტა აი ეს ხშირი მოგზაურობა ან გადასვლა რაღაცნაირად ის გათავისუფლების ცდილობაც იყოს პარტნიორულ ურთიერთობებში, როცა სატურნი გიჯდება, ხო? თქვენ გადაწეროთ ალბათ კომენტარებში, რომ სასწორებს ვის როგორი განცდა გაქვთ, ხო, როგორი იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში ზოდიაქოთის სასწორებისთვის ეს იქნება პასუხისგებლობის თემატიკა, ეს იქნება სადღაც რომ მე იძულებული ვარ რაღაცა ტვირთები ავიღო სხვებზე, ეს არის სატურნის ენერგია და ურანი თავისუფლება იქ ცნობიერებაში, იქ ღირებულებათა სისტემაში, ან ცვლილებების შეტანა საგანმანათლებლო კუთხით, ან ეგება და მე მომიწევს უკვე ვიმოგზაურო იმაზე მეტი, ვიდრე ადრე მოგზაურობთ. და როგორც თავისუფლების, ან პროფესიული კუთხით, ვისთან როგორ იქნება, ხო? რაც შეეხება ახლა ზოდიაქოთი ქალწულებს უჩნდებათ მე-10 სახლში, მე-10 სახლი ჩვენთან სტრუქტურა არის, ეს არის კარიერული სტატუსი, მამის სახლი არის, სხვათა შორის, ეს არის უფროსების, ხელმძღვანელების სახლი, ცვლილებები კარიერული, სტატუსური შეიძლება გამოვლინდეს, შეიძლება ავარდნა უფრო კარგ თანამდებობაზე, იმიტომ რომ მე-10 სახლი დაწინაურებები არის. ან ცოტა ჩამოვარდნაც ზოგისთვის არ არის ახლა აქ აუცილებელი ვინმე დაისტრესოს ამ ინფორმაციით, იმიტომ რომ ხო გეუბნებით მე ზოგადად ვლაპარაკო, შეიძლება არაფერი არ არის, მაგრამ განცდადობაში არის, რომ მე აღარ მინდა ამდენი პასუხისგებლობები ავიღო, მე მინდა ცოტა უფრო მოვდუნდე, იმიტომ რომ ურანს ეს მოდუნების და თავისუფლების ენერგია აქვს და თუ ვიღაცისთვის იყო ეს აი მე-10 სახლი სულ რომ აი მე ვალდებული ვარ რაღაც გავაკეთო, მე ვალდებული ვარ ვიღაცების ტვირთები ვზიდო, მე ვალდებული ვარ მაღალი პასუხისგებლობები ავიღო, ურანი აქ თითქოს ართმევს აი ამ ტვირთებს და პასუხისგებლობას და ეს შეიძლება ძალიან პოზიტიურადაც გამოვლინდეს და აი მაგალითისთვის რო გითხრათ, ურანი მე-10 სახლში ყავს დონალდ ტრამპს ტყუპებში, ახლა დაბრუნება აქვს ურანის და მზესთან შეერთებაში. ეს მისი აქტიური, ჯერ კარიერული ავარდნები, ჩამოვარდნები, ხო? აი რეალურად რომ დააკვირდეთ და პლუს კომუნიკაციაში
აბსოლუტური სიგიჟე. აი მოსენრობაში ფოთვა, რას ლაპარაკობს ზოგჯერ თვითონაც რო არ იცის, ეს ყველა ნეგატიურად არის ამ შემთხვევაში, მაგრამ კარიერული ავარდნა-ჩამოვარდნები სტატუსის კუთხით ესე მუშაობს უკვე ნათალურში, როცა არის ურანი, მაგრამ ტრანზიტებში უფრო აი ეს არის, რომ ან ზოგი გრძნობს მაგალითად, რომ ზოგი ქალწული რომ აი მე ამდენი ხანი წყნარად ჩემთვის ვაკეთებ რაღაცებს, უცებ გამიჩნდა ამბიცია, რაღაც შევცვალო ჩემ კარიერაში, ჩემ სტატუსში, ადრე თუ ვიყავი რაღაც, ეს ეხლა მინდა სხვა რაღაცა ვიყო. ზოგისთვის შეიძლება გამოვლინდეს, რომ ჩემი ხელმძღვანელობა იცვლება, რეორგანიზაცია მიდის და რაღაცები იცვლება და კონდეთ გაურკვევლობის განცდა, რომ მე არ ვიცი ახლა რა მედის. ზოგმა შეიძლება საერთოდ კარიერულად გამოავლინოს ურანული, ძალიან შინაგანი ნიჭი, შინაგანი უნარები, რომელიც ადრე არ ჩანდა და კარიერაში შემოვიდეს როგორც რეფორმატორი, როგორც ფრილანსერი, როგორც საზოგადო მოღვაწე, იმიტომ რომ ურანი საზოგადოებასთან არის, ხალხთან არის, ხო, ძალიან კავშირში და ზოგისთვის, ზოგი ქალწულისთვის შეიძლება უბრალოდ ხელმძღვანელი პირების ცვლა იყოს. ზოგთან შეიძლება მამასთან დაკავშირებით პრობლემებიც იყოს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათობა არის და ეს უფრო იცით როგორ რაღაც ძალიან ბევრს გასცის ხა მეათე სახლში და უფრო კარიერული ცვლილებები ან სტატუსური ცვლილებები შეიძლება იყოს, რომ ცხოვრობდა ერთ ქვეყანაში და ახლა მეორე ქვეყანაში წავიდა სადღაც, ხო, აი სტატუსურად მე უკვე შევიცვალე. ზოგ შეიძლება კონდეს ის, რომ ოჯახში სერიოზული ცვლილებები მოულოდნელად დაქორწინდა, ესე სტატუსი არის. აი არ ვიცით ვისთან როგორ იმუშავეს, მაგრამ აქ ამ თემასთან რომ თავისუფლების ნიავი დაუბერავს, ეგ გასაგები არის, ხო, კარიერულ ზონაში. რაც შეეხება ახლა უკვე ლომებს უჯდებათ მე-11 სახლში. მე-11 სახლი არის მეგობრები, სოციალური ურთიერთობები, მეგობრობა არის ზოგადად. მსგავსი ჩემი აი მე რა ღირებულებებიც, იდეებიც მაქვს, აი მსგავს ადამიანებთან შეიძლება იყოს უკვე მიზიდულობა. შეიცვალოს ჩემი სამეგობრო, შეიცვალოს ჩემი სოციალური წრე, მაგალითად, ხო, სოციუმს მე-11 სახლი მართავს. შეიძლება ზოგი აქტიური გახდეს ძალიან სოციალურ ურთიერთობებში, ან სამსახურებრივად ძალიან გააქტიურდნენ სოციალურ კავშირებში. შეიძლება აქაც ისეთი ფრილანსერობის თემაც წავიდეს, მაგრამ ცვლილებები მეგობრებთან, ცვლილებები ახალი იდეების კუთხით, გათავისუფლება მოუნდეთ რაღაცეებისგან, იქ უკვე ნათალურში ურანი სადყავს იმის მიხედვით თავისუფლდებით. ზოგ შეიძლება ძალიან დიდი სურვილი კონდეს შეცვალოს რადიკალურად ცხოვრება თავისუფლების კუთხით, აი რაღაცა თუ იყო წლების განმავლობაში მაჯაჭვებ და ახლა მე თავისუფლება მინდა სადღაც, ხო? აი ამოვისუნთქო, იქნება ქორწინება, ქორწინებისგან თავისუფლება მინდა, იქნებოდა ეს ოჯახისგან თავისუფლება მინდა. ან ძიმე სამსახური, აი ამ სამსახურისგან თავისუფლება მინდა, ისეთი სამსახური, სადაც თავისუფალი ვიქნებიან. თავისუფლების ძლიერი მოთხოვნილება გაუჩნდებათ ლომებს, ოღონდ ვის როგორ ეს არ ვიცით, ხო, აი უკვე პირად რუკაზე არის დამოკიდებული. მე-11 სახლი არის ჩვენთან იდეების სახლი, მოულოდნელი იდეები შეიძლება ბევრ ლომებს ჰქონდეთ, მოულოდნელი ინსაიტები, თქვათ, რომ აი ჩემი ოცნებები და ჩემი მისნები რაც მქონდა, აი მოდი ახლა რაღაც სხვა კუთხით ვეცდები, რომ ამას მივახციო. აი ამის ტენდენცია შეიძლება ბევრისთვის გამოჩნდეს. ახალი იდეები, ან უცებ მეგობრები გამოჩნდნენ, რომლებიც შესთავაზებენ ახლებურ მიდგომებს თავის ცხოვრებაში, ხო? ახლებურად მოაგვარონ თავიანთი პრობლემები მაგალითად. აი ეს ტენდენცია არის. სხვათაშორის მე-11 მე-5 სახლის შვილების ღერძი არის ჩვენთან და აი აქ შეიძლება შვილების თემაც გააქტიურდეს, როგორც ლომებისთვის, ასე მერწყულებისთვის, ხო? და ეს ურანს ცვლილებების შემოტანა უყვარს ამ ზონაში. კირჩხიბებისთვის ეს არის მე-12 სახლი, ზოდიაქოდი კირჩხიბებისთვის, ან ვისაც ნათალურ უკაში მე-12 სახლში მისდით ურანი, ეს არის ინსაიტები, აი უცებ რო გამინათდება გონება, ის რაც დაფარული იყო, ის რაც არ ჩანდა, უცებ ამოტივტივდა. ვიღაცისთვის იქნება ეს ნეგატიური, ვიღაცისთვის ეს იქნება ძალიან პოზიტიური, ვიღაცა წავა თავის შინაგან სამყაროსთან კონტაქტზე და სიზვრები გააქტიურდება. მე-12 სახლი ჩვენთან განსაკუთრებით სიზვრები არის. ვიღაცისთვის იქნება ეს სიზვრები როგორც არაცნობიერის წმენდვა, იმიტომ რომ ურანმა იცის ყველაფრის გაწმენდვა, რაც აი ბავშვობაში მქონდა
რაღაც ტრავმა, რომელიც არც მახსოვს, დაფარული არის ჩემ არაცნობიერში, მე-12 სახლი არაცნობიერი არის და ურანი ძალიან მალე, ძალიან სწრაფად ამას თითქოს გაწმენს. იქნება ეს ტრავმის სახით, სიზმრების სახით, იქნება ეს გაცნობიერების კუთხით, ამოვა ზედაპირზე ის მოულოდნელად, რაც არ ჩანდა ძალიან დიდხანს. და შეიძლება დაატრიგეროს ზოგიერთ კირჩხიბში აი ეს ფსიქოლოგიური შიშები, რაც იყო და ვერც ხედავთ. არაცნობიერი და ნამოიტანოს შიშები ადამიანმა, რაღაცა მოხდეს სიტუაცია, რომელიც გაახსენებს რაღაც ღრმა წარსულს, ან ბედი ღვალთან შეახვედრებს, ხო? ბედი ჩვენთან მე-12 სახლი არის და აი ეს როგორ მიდის ჩემი ბედი, შეიძლება ძალიან სულიერი კუთხით ზოგისთვის გააქტიურდეს ძალიან. ზოგი შეიძლება შინაგან სამყაროში განცდა იყოს, რომ ჩავიკეტე, მარტოობაში ჩავიკეტე ზოგიერთი კირჩხიბი, ოღონდ ეს ფიზიკურ ჩაკეტვას არ აჩვენებს, ხო? აი შიდა პროცესები წავა, გაწმენდვის პროცესები წავა. ახლა ვინც უფრო ეზოთერულ სფეროში არის, შეიძლება მედიტაციური პრაქტიკები უფრო გააქტიუროს, სულიერი პრაქტიკები გააქტიუროს, იმიტომ რომ ურანს უნდა აქვს სიახლის და თავისუფლების შემოტანა. თუ არის ძველი ინტროექტები ან ძველი ტრავმები ჩვენში შენახული არაცნობიერში, მოითხოვს ის ამ ყველაფრის გაწმენდას. ეხლა ფიზიკურ დონეზე აი ჩვეულებრივი რიგითი კირჩხიბისთვის როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს, ხო? საერთოდ ფარული მტრები არის ჩვენთან მე-12 სახლი. ფარული მტერი ხა ეს ძველი გაგება არის ასტროლოგიის და ვის შეიძლება ყავდეს ფარული მტერი. აი რაღაცა ის რაც ჩვენს უკან ფარულად მიდიოდა, იქნება ეს ჯანმრთელობის პრობლემა, იქნება ეს გარემოში რაღაც ტოქსიკური დაგროვილი, უცებ შეიძლება გამოვიდეს ზედაპირზე. საიდუმლოებები არის მე-12 სახლი და უცებ რაღაც ისეთ საიდუმლო ამოხსნა. აი ვიღაცა ჩუმა ჩემზე ლაპარაკობდა და უცებ გავიგე, მაგალითად, ხო? ვიღაცა ფარულად მეხმარებოდა და ის გავიგეს, ხო არ არის მარტო მტრები, ფარული დახმარება არის. აქ როგორც შემოდის ნათელი ძალები, სულიერი ენერგიები, როგორც ფარული დახმარება, წინაპრების კარგი საქმეები, ასევე შემოდის უხილავი დახმარება აი ადამიანებისგან, მაგალითად. ხო, ვიღაცა შინაგანად ესე გოჩი მიდგას და მე ამაზე საერთოდ აზრზეც არ ავ. ან შეიძლება უცებ მივხვდეთ რომ აი თურმე ვიღაცები გვიდგანან გვერდში და აი დავინახოთ, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით, მაგალითად, ხო? ანუ მე-12 სახლი ჩვენთან არის აი ეს ვარდისფერი სათვალე კარგი კუთხიდან, საერთოდ ბნელი სათვალე მოც ვერ ხედავთ და ურანი ამას ამოწევს ზედაპირზე, დაგვანახებს. და ზოგიერთი კირჩხიბისთვის ეს შეიძლება ძალიან ქვეცნობიერ დონეზე მიდიოდეს და ვერც კი იგრძნონ, ან ზოგიერთს კონდეს ისეთი ფსიქოლოგიური ინსაიტები დააჩქარონ, ფსიქოლოგიის სწავლა იქნება ეს, ან ფსიქოლოგიური უნარების განვითარება, იქნება ეს თანამედროვე, ან ცვლილება, აი ადრე თუ მაგალითად ამ კუთხით მუშაობდით ფსიქოლოგიურად, ეხლა საერთოდ სხვა ახალი მეთოდები დამაინტერესოს, ხო? ეხლა სულიერად განვითარებულზე როცა ვლაპარაკობთ, ხო? და ჩვეულებრივი კუთხით, მაინც ეს არის სიზმრები, ეს არის ფარულად რაღაცეები ანამოტივტივდეს, დავინახო, ან პირიქით კარგი დავინახო, რაც არისო, ვიღაცა უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე მე რო დამაწინაურეს, იქ ვიღაცა ყოფილა ჩარეული ამაში, სიტყვაზე გეუბნებით, უფრო შეიძლება მე-12 სახლმა ესე იმუშაოს. მოკლედ, ეს მინდა და თქვენთვის მე თქვა. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო. დამიწერეთ კომენტარებში, ვინ რა იგრძენით უკვე ამ ტრანზიტზე. როგორ არის თქვენთან, მაგალითად, ჩემთვისაც საინტერესო არის ეს უკავშირი და გაზიარება და ეს ახლა მე რასაც ლაპარაკობ ზოდიაქოებს, ეს დაახლოებით 7 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ნელა აქ რაღაცეებს ჯერ რადიკალურად ცვლის ხოლმე, ჯერ შოკური ენერგია გვაქვს ურანის შემთხვევაში და მერე უცებ ახალ რეალობასთან გვიწევს ცხოვრება ხოლმე და ეს ზოგისთვის ძალიან სასიამოვნო და ძალიან პოზიტიური შეიძლება იყოს და წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო. დროებით